Συνήθως θα έχω πρόβλημα. Მაგრამ ჩემთვის მაგალითად პირადად ეს ზოგადად ცნობიერებას ვარ. აი კი რატომ ოშიდა ქართული ძმები და მეგობრები და მოგდაგან ასე ცხოვრობ დასწრებული. მოდი თავს მოვატყუილეთ ერთ მეორეს. თუ ჩვენ სიმართლე თავი არ გავუსწრებთ. ასტუმტანი არ უწევთ რუსეთის ახალ გრამიშვილის კაცნახევად რა დავარქვათ. ნუ მოვატყუილეთ ერთ მეორეს. ჩვენ დღეს ისინი დაპირისპირებული ერება პორინები, თუმცა სიმშვიდე იყო საქართველოს სამინისტროებს გარეგნულად ვითომ, მაგრამ ეს ამ პატარაკად აგერ შეხედეთ ამ გასაწევლებულ ხარ. აი რომელი სახელი გამოვიდა, გაუგებულებულა ცხოვრებით, უკმათა ცხოვრებას შეეძლო. აგერ სიცოცხლე, ისეთი გარჩევებული ხალხი ვარ, იქიდანაც და გულისკენ ჩვენ ქართველებიც ძალიან ცუდია, ძალიან გულისკენ ბერზასიკდენ ვიფიქრია, რომ თუ ასე დღეში ჩავარდებოდა ჩვენი ქართველი ხალხი, დაისწრებ დამახოცეთ იმ ხალხს. მეას მერჩინა, მაგრამ არა, იმაინც არ მოხდა. აი რაზე. და ძალიან პრეს პერუნზაკი თამაშობ პრეზიდენტს. საერთოდ პაპარაკო ეს უყალაზე. ერთ სოფელში 15 პარტია შეიძლება იყოს. საწალგი მე ერთ სახელმწიფოში 50 შეიძლება იყოს. ერთი პირველი ხარას როცა თბილისში მიტინგებს ვატარებ და ტრანსპარენტები გვეჭირა რომ აფხაზებო და აფსუებო წაერთიეთ საქართველოდან, ოსებო წაერთიეთ საქართველოდან, რუსებო წაერთიეთ საქართველოდან, რომ საქართველოში მარტო ქართველებმა უნდა იცხოვრონ. მე ხა არ მინდა 4 წლის წინამდე რაღაცას მიუბრუნდე, მაგრამ ისტორია ასე თუ ისე ვერ წავიდე. ვიცა კი არა, თბილისი ეკავასტებს. და ესე იჩაღებოდა ქართველი ხალხი, მაგრამ მაინც გაუძელიდა დღევანდელზე მოვა. ეს არ შეეხო. ჩვენ მაშინ გვეგონა, რომ 70 წელიწადში რომ გავიდა და ჩვენ თაობას ომი არ უნახია, ჩვენ ვერ გავაფიცნობიერეთ რა არის ომი. რა არის ომი? და ისე დავიწყეთ ეს ომი, ისე ჩაგვიწვიეს ამ ომში. და მე იმასაც ვიტყვი, ჩვენც დავიწყეთ. და ჩვენს ხელში შეგვიწყეს და მე არც სხვა მხარემ გაყოფა. ესე გვეგონა რომ ერთი დღე ვიომები, ჩამოვიდოდით თბილისიდან ამ გორიდან ერთს გავისწროდით იქა და მეორე დილით გამოიქცევა. ესე არ არის ომი იყო. ამას მაცლეულები უნდა რომ შეგიძლიათ ეს ხალხი. მაგრამ რა ვქნათ, კიდე ამ ჭრილობაზე კიდე მარილი დავაყაროთ და კიდე ახალი ჭრილობები მივამატოთ, ესეც ხო არ შეიძლება. ყველა და აი ვინც ამ მიტინგებს ატარებდა და ვინც ეს დაიწყო, ეს ისინი არ არიან. დღეს მარდა იმათ არაფერი არ დაკლებია. ხალხის კისერზე, ჩვენს კისერზე და ხალხის კისერზე გადავიდა ეს უბედურება. ხალხის კისერზე. ამიტომ ის რაც მოხდა და რაც თავზე დაგვაყდა ეს უბედურება, ეს კიდე ერთი მაგალითი უნდა იყოს იმისა, რომ ეს უბედურება არ გამეორდეს. ეს საშინელება არ გამეორდეს. ჩვენ თაობას ახალგაზრდებს ვიცი, ჩვენ არ ვიცოდით რა იყო. ესე გვეგონა რომ არ იქა დაინგრეს საბჭოთა კავშირი, არ იქა გავხდი დამოუკიდებლები და გაურეკავთ ხალხს უყოლაფერს და ჩვენ დაგჭერვა. ესე იყო ბიჭო, ბუნებრივი გაზი უნდა ქონოდა, ელექტროენერგია უნდა ქონოდა, იმაში ფული არ მივეჩვიეთ, ისი რაღაცნაირად და გვეგონა რომ ყველაფერი ეს გაცვიო. და როცა დავიწყეთ და შეიყოლია ეს მე არ მინდა და რაღაცა გამოხმები ვიხმარო, მაგრამ ალბათ ქართველებსაც და არა ქართველებსაც არ დაგვიკლია რაღაცა ეროვნული ერთია, მაგრამ როცა უკვე ნაციონალისტურ განწყობილებებზე მიდის საუბარი და ეს ბურთი გვივდება და ეს გორგალი გროვდება, იქ აუცილებლად დიდი ტრაგედია იქნება. წაგვისწრა ფეხი და მივედით ამ ტრაგედიამ. მივედით ამ ტრაგედიამ. მე არ მინდა რომ თქვა ეროვნული მოძრაობა ეროვნული სული თუ არ იქნა, იქ ერი არ იარსებობს. იქ არ შეიძლება ერი არსებობს. მე მაგალითად პიროვნულად არა როგორც თქვა სახელმწიფო მუშაობს, მაგრამ მე მიმაჩნია რომ ყველა ერი თავისი ერის შვილი უნდა იყოს. თავისი ერის შვილი უნდა იყოს. აი ეს არის ეროვნული სული, მაგრამ არა ის რომ მე უნდა ვიყო მარტო და სხვა არა. აი ეს უკვე ნაციზმი, ეს უკვე ნაციონალიზმი, ეს ის უბედურება, რომელმაც ჩვენ ომში ვიდუღა. ჩვენს ოსების და აფხაზებს. მაგრამ რადგან ვამბობთ რომ ეს საქართველოა და ვამბობთ რომ საქართველოა და ჩვენი ერია ყველაზე მრავალრიცხოვანი საქართველოში,
მაშინ ჭკუად ჩვენ უნდა ვასწავლოთ სხვას. ჭკუადს უნდა ვასწავლოთ, უნდა დავანებოთ კიდეც და უნდა მოვთხოვოთ კიდეც, მაგრამ საკუთარი თავის უნდა დავიწყოთ. ამიტომ ეხლა თქვენ ძალებით რა დათქო? ხო, ბატონო მაყვა. გენერალს კითხა რომ დაიჯეროთ თუ არა ყველა ის ქართული მხარეს და ოსური მხარეს, ვინც ამ ომში კონკრეტული დანაშაულებები ჩაიდგა. თქვენ იცით, მეორე მსოფლიო ომი რო დამთავრდა, მსოფლიო სასამართლო ჩატარდა ნიურნბერგის პროცესი, რომ დანაშაულები დაისახა. როდის მივართ იქამდე, რომ ამის გამო აფხაზეთში გადრის და იმის საკითხის გამოძიება ვერ დამთავრდა. გაგიძულეთ. მე არ მინდა ამ თემას მივუბრუნდე. მე არ მინდა ამ თემას მივუბრუნდე, აფხაზების და თორლებისთვის განსაკუთრებით კრიმინალურია. მაგრამ აბა კითხეთ ერთად. აფხაზმა თუ არ დააკლო იქ ქართული ოჯახის ძარცვა გლეჯვა, არც ქართველებს დაუკლია. იმიტომ რომ არ ვიცოდეთ ეს ომი რა იყო. არავინ არ იცოდა, ყველას ეგონა რომ წავა იქ მანქანაში ჩაჯდება ვიღაცა საერთოდ წამოვა და ეს არის ომი. ყველას არ ეგონა, არ ვიცოდით. არ ვიცოდით რა იყო. ომი არ არის. ყველა არ იყო ეს, ამის ესე გაუბრალოებაც არ შეიძლება, მაგრამ აი ამასთან ერთად არა, ის უნდა დაუბრალო.